გამარჯობა, მოგესალმებათ გოგოების კლუბი და როგორც ყოველთვის მე ახალი შაბათის შოუს მსახიობებთან ერთად წარმოგიდგენთ სახალისო სიტუაციებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და არ ხართ ჩვენი საბსკრაიბერი, გამოიწერეთ YouTube არხის შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდე სახალისო ვიდეოებს და საინტერესო სიახლეებს. მაშასე დავიწყოთ. სიტუაცია მონატრებული დაქალი მეგობრების სანახავად კახეთიდან თბილისში ჩამოვიდა. აუ როგორ მომენატრეთ? ძალიან მომენატრეთ. რამდენი ხანია მინახავთ რა? გოგო, მართლა ძალიან დავიკარგეთ რა. ხო, მაგრამ ახლა ისე ჩვენ მაინც ნახულობთ ერთმანეთს ეს თუ ისე და ითაკო საერთოდ აღარ მახსოვს. აი რამდენი ხანი არ მინახავს, წლებია მე. კაი, გოგო, რა ქნას ახლა იმანაც კახეთში გათხოვდა და ახლა ყოველდღე ვერ ვნახავთ ვერანაირად. მაგრამ ნუ გაგახარებ, ხა დღეს ჩამოდის და გოგო, ხო, მივწერე რა, რომ მეთქი ანესთან გავდივარ, მეთქი შენს თუ მოახერხებ, მეთქი ჩამოდით ხო რა და კარგია. რავი, კაი, ჩამოვალო და ძალიან გამახარეთ, ძალიან თან ისე მომენატრე მაგის ფეცკური ლაპარაკი და გახსოვს რა ვაკეთებდით ხოლმე საერთოდ. მართლა რა გიჟები ვიყავით? ვიყავით არა, ის ახლა ბაჭკუიანდი ხო? აუ დავულიოთ ჩემ კოპიტამ რა ძალიან და არა, просто თაკოს ვეწყობები იყო, ნუ აი შოკი. ბაიმე! ამათ ვისამხედავ! როგორ მომენატრე? აუ როგორ ხარ? გოგო, შენ როგორ ხარ? რა შევი, მოყევი ახლა კახეთში როგორ მიდის ცხოვრება? აუ გოგო, ძალიან კარგია რა, ძალიან შევეჩვე და ძალიან კარგ ოჯახში მოვხდი მართლა. ანუ კმაყოფილი ხარ ყველაფრით? კი, გოგო, კმაყოფილი ვარ, მაგრამ აი ჩემი დედამთილია რაღაცნაირი. არა, ანუ ცუდი კი არ არის, ცუდი გაგები კი არ ვარ, უბრალოდ რაღაცას აი ვერ უგებ რა და იმაი რო ვეკითხები ხოლმე რომ გამაგებინე ეს ხალი რას მეუბნება თქო, ისიც ვერ მაგებინებს. იმაი ვინ არის? ჩემი ქმარი. ნათლობის სახელი ქვია ხო იმაი? არა გოგო, თაზო ქვია. აუ კაი, მომიყევით, აბა თქვენ რაშვებით ახლა როგორ ხართ? ახალი ამბები მომენატრე. გოგო, რავი რა, დავიწყე იოგაზე სიარული, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. იოგაზე, გოგო, ძალიან მაგარია, მაგრამ ეგემად ბეჭი არა მოიგდო. თაკო, რა გჭირს? რა მჭირს? რავი, რაღაცა, ანუ რაღაც სხვანაირად საუბრობ და რა? არა, ეს თქვენ საუბრობთ სხვანაირად, მე ძალიან ჩვეულებრივ საუბრობ. არა, ჩვენ რა, როგორ? კარგი. კარგი, ახლა არა მაგისტრო. გოგო, რას უნდა მოგასხია? ძალიან მომეწონა რომ შემოხვედა. აუ, ეს მომეწონა, ხო, უნდა მეთქვა. ხო, ჩემმა ქმარმა მაჩუკა, ვიტონან თუ ლუი. ეგ რომელია? არ ვიცი, ახალი არა, მარიცი გოგო, აი ფოტოც, არ ვიცი, არც მე არ ვიცი. მანახე? აი ეს. გოგო, ლუი ვიტონზე მეუბნები? ხო, აბა მე რა ვქნა. არა, ცოტა სხვანაირად. კაი. სხვანაირად. კაი, გოგო, შენ იცი რომ არა, იცი რომ მაინტერესებს საერთოდ? ეხა, აი ეს ვაკეში დაბადებული გაზრდილი გოგო, კახეთს როგორ მოერგე? ჩვეულებრივ სხვათა შორის ძალიან მარტივად. აი, აქ რო გვაქვს ჩვენ, აი, ჩვენ რომ ამბობდით ხოლმე ტო რაღაც ესე, იქ არის ჯო. ძალიან მარტივია რა. და სხვათა შორის ძალიან მინდა რომ ყვარელში ჩამოხვიდეთ რა. ჩვენც გვინდა და ჩავიდეთ მართლა რა. ხო, თან ამ დღეებში არის ღორის დაკლა და აი ესეთ ლამაზ გოგოებს რო დაგინახავენ, იქაური ბალღები, აი გაგიჟდებიან. ბალღები რა არის? ბალღები, ანუ იქაური სოფლის ჯენზი. ოკეი. მე დავლიოთ კიდე. დავლიოთ ხო აუცილებლად. დავლიოთ ხო? დავლიოთ. კიდე სიახლეები მაქვს რაღაცეები. მე მივდივარ სხვათა შორის ამერიკაში. მართლა, გოგო. აუ რა მაგარია, მოყევი. გოგო, ხო რა გადავწყვიტე რომ წავიდე რა, მაგრამ ეხლა რაღაცა ეს ტრამპი რო არის პრეზიდენტი და რაღაც, ანუ ცოტა ნერვიულობ რა, იმიტომ რომ მარტივად ვეღარ წახვალ ხა რა. ხო, ისა ეგ ტრამპი რო გახდა სხვათა შორის პრეზიდენტი, ახლა თან ახლა ამდენი ხმით და ესე ჩვეულებრივად თეთრ სახლში ალბათ სულ თავის ხალხს შეუშვებს ადმინისტრაციაში და ამუშავებს იქ რა. გოგო, ჯერ როგორც ვიცი, მე მგონი ბაიდენის ხალხია, დემოკრატები და რაღაცა. არა, ხა ბაიდენს რა უნდა, ტრამპი გახდა და არა, ტრამპი გახდა, მაგრამ ჯერჯერობით ისე ამბობენ ბაიდენის. აი, გოგო, ნუ ჩხუბობთ, მაიტა დავგუგლოთ. გავქნათ? დავგუგლოთ. მანამდე რა თქვი? ნუ ჩხუბობთ თქო. მაგის მერე. მაიტა. აი, მაიტა რა არის რომ არ მითხრა? ანუ მაიტა რას ნიშნავს? როგორ აგიხსნა ეხა? მაიტა, ანუ აი
კახური არ ითარგმნება რა კახური შორისდებულია კაი მოდი დავლიოთ მოდი და მე მინდა რომ ერთი სადღე გრძელო გითხრათ მიდი ჩემებურად გეტყვით როგორც გინდა ურიცხვი ვარამის მნახველები სხედან გუგუნებენ დინჯი კახელები თითქოს აფასებენ ნაჯახს ნახელავებს დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ თუმცა უწყიან რომ სოფელი წამიერობს მაინც მღერიანო მრავალ ჟამიეროს 1000 ჭირისა და ვარამის მნახველებო ეს თქვენ გაგიმარჯოთ ძმებო კახელებო აუ წასულა ნეშობელ ძაღლები აუ მოდი და რამის ღირსები არიან ეხლა ესენი მოდავალიო რა გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ნახოთ სიტუაცია, გოგონებმა წიგნების ონლაინ მაღაზია გააკეთეს. გოგო, ეხლა მომისმინე, ჩვენ დასარეკლამებელი რო გვაქვს ახლა ეს წიგნები, ხო არ წაგვეკითხა ჯერ და მე ხო არ დაგვარეკლამებინა, იქნებ არ მუშაობს. რას არ მუშაობს? გოგო, ანუ ჩემი აზრით, აი, იქნებ წავიკითხო და ისევ შტერი ვიყო. ანუ გაფჭებულია რაღაცა. არასოდეს. როგორ არ ჩვენ ლოსიანებს და რაღაცებს ჯერ ტესტავ და მე ვარეკლამებ და ეს არ წავიკითხოთ? კარგი გოგო ამ დეციკს რა წაიკითხავს ნორმალური თუ ხარ შენ კარგი რა მიდი რა თვისით გავაკეთოთ ჩართე აი მაშინ გაუშვათ ლაივი ჩართე რა წავიკითხოთ უკვე ყურებისაც დავიღალე მოგესალმებით დაგიბრუნდით ისევ ამჯერად ციგნებით ნახეთ რამდენი ციგნი გვაქვს 50 ციგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ ჩვენ არც ერთი არ წაგიკითხავთ ჯერ მაგრამ დიდხანს ვაპირებთ კიდე სიცოცხლეს მოკლედ პრივეტები ჩემოსაყვალებო დავიწყოთ და ეხლა მე მაქვს ციგნი სამი მუშკეტერი რომლის ფასიც არის 25 ლარი დიახ სამი მუშკეტერი სამივე ერთად 25 ლარი შეგვიძლია თითო გავყიდოთ 10 ლარად და ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოიგებთ 5 ლარს და თუ სამივეს ერთად შეიძებთ იყიდით მხოლოდ და მხოლოდ 25 ლარი და 5 ლარი დაგრჩება ეს არაფერია მეგობრებო ახლა მე ხალში მაქვს ციგნი სამი მეგობარი და თქვენ ანუ წარმოიდგინეთ ამ ორს იყიდით და გამოგდით რომ 6 იყიდეთ რა მაგარია სამი მუშკეტერი სამი მეგობარი ძალიან კარგი ციგნი აფასად ძალიან მომწონს და მე ასევე ხელში ახლა მიჭირავს უთავ მხედარი რომლის ფასიც არის მხოლოდ და მხოლოდ 50 ლარი თქვენ შეიძლება ახლა იფიქროთ რა თქმა უნდა უთავ მხედარი თავიანს ვიყიდი ბანემ თუ ყიდვა არისო მაგრამ ეგეთი ციგნი არ არსებობს და ამიტომაც თუ შეიძლება უთავ მხედარს საჩუქრად მოყვება პროფესორ დოუელის თავი და თქვენ გეკნებათ ერთი უთავ მხედარი მეორე თავიანი პროფესორი ერთად გაერთიანებთ და რაღაცა გამოვა ხო ის უთავის თავიანი ძალიან მაგარია მეგობრებო აცივდა და ჩვენ სპეციალურად ამ სიცივესთან დაკავშირებით გვაქვს პეპი გრძელი წინდა აი რომ დაცხება დარწმუნებული ვარ გვექნება პეპი მოკლე წინდა ძალიან კარგი იმედია ნინი და ნანა რა მე მაქვს სიურპრიზი აუ თქვი შოთა რუსთაველი აუ რომელი თუ გამოიცნობ აუ რომელი აუ კაი ბაცვალოთ აუ არა მაინტერესებს ძალიან შოთა რუსთაველის ბერკის ხასანი აუ ეგ ყველაზე მეტად მიყვარს ბატონი შოთიკოსი ძალიან მიყვარს ძალიან ეგ განსაკუთრებულად აქვე გავაგრძელებთ და გეტყვით რომ თუ თქვენ ოჯახში ხშირად ყავთ სტუმრები ჩვენ თქვენთვისაც გვაქვს ციგნი სტუმარ მასპინძელი ახონდ მოკლედ ჩვენ მისი შინაარსი არ გვაქვს წაკითხული მეგობრებო მაგრამ ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ეს ციგნი იქნება სტუმრებზე და იქ ვინც დახვდება სახლში რა მასპინძლებზე და თან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი სადღეგრძელობით ეწერება და თამადებისთვის არის სპეციალურად ეს ციგნი და ასევე ჩვენ გვაქვს შემდეგი ციგნი რომელიც არის 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და მისი ფასი არის სულ რაღაც მეგობრებო სულ რაღაც 15 ლარი ვაუ რატო ასე იაფად ალბათ წყალქვეშ რომ არის მაგიტომ განაძირია და
აი სა, ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ძალიან მაგარი წიგნი. ეს არის ოსტატი და მარგარიტა და წარმოგიდგენთ ახლა თან 25 ლარი ღირს და ანუ ოსტატს რო იყიდით, მარგარიტა მოყვება სრულიად უფასოდ. რა მაგარია. ახალ-ახალზე გამახსენდა მეგობრებო, ჩვენ ასევე გვაქვს ორუელის 1984 და მეგობრებო, სხვათა შორის ძველი წიგნი არ გეგონოთ, წელმა არ დაგაბნიოთ, სულ ახალ-ახალი ფურცლებია. მოიცა ამ წიგნს რა წერია? აკაკი წერეთელი გამზრდელი. აი ასეთი წიგნი გვაქვს. გოგო, არასწორი იქნება ეგ. აკაკი წერეთლის გამზირი იქნება, რა გამზრდელი. არა, უშუალოდ ეს წიგნი არის ესე იგი წუნდადებული და ამიტომ არ გავყიდით, არ არის პრობლემა. რატო აკეთ, რატო მოაქვს ეს წიგნი? კარგი არა უშავს. აი მოგწერეს და ჩვენ ახლა წავიკითხოთ პირდაპირ ეთერში რას გვწერენ. გამარჯობა, წავიკითხეთ თქვენს მიერ შერჩეული და შეთავაზებული წიგნი შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი და თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ ქალთა სახეებზე ვეფხის ტყაოსანში. დიდი მადლობა. კითხვა სუპერ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეკითხვისთვის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გესაუბროთ მათზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გესაუბროთ მთავარ სპონსორზე, სახის მკვლევავზე, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს კანს, ასევე წმენს ფორებისგან ატენიანებს და ასევე ბზინვარებას მატებს მას, მეგობრებო. მოკლედ ჩვენ ახლა ნელ-ნელა დაგემშვიდობთ, იმიტომ რომ სხვა პროდუქციაც გვაქვს ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით, ისევ და ისევ რა თქმა უნდა წიგნები. ცოდნა არის პირველი თავარი წყარო, ხო? წიგნები და წიგნები. გვიყვალხარ? გემშვიდობებით, იკითხეთ. აუცილებლად. კარგად. გოგო, ამდენი წიგნი თუ არსებობდა არ მეკონა, დავიღალე. მე საიდან უნდა მცოდნოდა ჩემ თავს გაფიცებ? TikTok-ში იცი რამ ხელოდრომია? აი თვალები მეტკინა. ავიდი ყავა გააკეთე გთხოვ და. აი გავაკეთე. ესენ შეალაგე სადმე რა. თუ გამოსაჩენად გვასწავლდო წიგნი რა. ხო. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. სიტუაცია დედა და დეიდა გოგოს შეუთანხმებლად ათხოვებენ. დილის 6 საათია და გოგო სახლში არ მოსულა. არ ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს საერთოდ. რა ვქნათ? სად არის არიცი? სად არის? აუცილებლად იქე კლუბები, ბარები, ეს ხომ ისი ცხოვრებაა. თამარ. ვაიმე, კლუბში. всё, წასულია ხელიდან თათია. რა თქმა უნდა. ხელიდან წასულია ეგ ბიჭების ხელში გადავა და რაღაცა თუ არ მოვიფიქრეთ. გამოგვეცლება გოგო ხელი. აი ეხლაც მაკანკალებს. თან გენეტიკაც ხელს უწყობს. შენ არიცი? ჩემი დედამთილის დედა, მარგო. ზუსტად აი ესეთი ცხოვრების მოყვარული იყო 88 წლამდე. კლუბში გარდაიცვალა. კაი, რას ესეც მარგო აბა, მაგამდე ვერ ვიცა. იმიტომ უნდა გაიგო ის მიყვება. დილამშვიდობისა, რატო არ გძინავთ? რატო არ გძინავს კი არა, სად იყავი გოგო? სად დაეთრები კლუბში ვიყავი რა და დამათენდა. ეს რა ბიჭი ვინ გინდოდა არის? კლუბში? ეს ბიჭი ვინ არის? ეს არის ჩვენი სასიძო. ო, ვისაც ხოვებთ? შენ, თაკო. შენ ზუსტად, მე მგონი ძალიან კარგი მე აზრია. არაფერს მეკითხებით? მომისმინეშვილო, ვერაფერს ვეღარ შეგეკითხებით, იმიტომ რომ გავარდნილი გაქვს სახელი უბანში როგორც გათახსირებული გოგო. ნუ თუ არა გაქვს ჯერ გავარდნილი, გაგივარდება მაინც და რაღაცნაირად უნდა გაგათხოვოთ. კაი, რა გათახსირებული დედა, დაქალებთან ვიყავი უბრალოდ რა გჭირს? არ ვიცი შვილო, სად იყავი, მაგრამ ბიჭი ვიპოვნეთ მშვენიერი პირისახი შავგრემანი ნახე, შეხედავ მოგეწონება. და ვინაა ეს ბიჭი? ვინ? არ ვიცით ახლა ეგრე ვინ არის, არ ვიცი ეზოში ვიპოვნეთ და ამოვიყვანეთ. მოკლედ, თაკო, ამ შაბათს არის ქორწილი, დედიკო. და ამდენ ხალხს უკან ვერ გავაბრუნებ. გადაწყვეტილი ამბავია, თამარ აღარ უნდა ამას რა თქმა ლაპარაკი. უნდა, დროზე უნდა მივხედოთ ამ საქმეს. რანაირად მიყურებ? რანაირად გიყურე? შენ ასვა მიხარ, გოგო? შენ დალიე, შვილო? ცოტა მოვწრუპე. რა დალიე? სექსი პლეჟზე. ჰა, ვაიმე. ვაიმე თამარ. სექსი პლაჟზე, ვაიმე. ეს პლაჟი სად ნახე, ჩვილო? ან არ შეგცივდა? ანუ გაბოზებულია უკვე თამარ, გაბოზდა გოგო. რაღაცნაირად უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი. უნდა მოვაგვაროთ, მოკლედ, თაკო შენ თხოვდები გადაწყვეტილი ამბავია. მე არ მინდა და არ გავთხოვდები. აბა რა გინდა, კლუბში სიარული გინდა? მე დანაშაულია კლუბში სიარული. კი, დანაშაულია. სად წერია ერთი რომელ კოდექსში წერია რომ დანაშაულია მანახეთ.
სისხლის სამართლის კოდექსში არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ოჯახის კოდექსის მიხედვით არის დანაშაული და განმეორების შემთხვევაში გემუქრება გადასახლება და შინა პატიმრობა ქარელის ტრამალებში 3-დან 6 წლის ვადით. ჩამოაყალიბა გადაწყვიტე. მორჩა. და ვინ არის ეს ბიჭი? საერთოდ არ ვიცნობ ხალხო. ვაი მე თაკო მომისმინე შვილო. შენ ძალიან კარგად იცი რომ არც მე არ ვიცნობდი მამაშეს, მაგრამ 20 წლის მერე მშვენივრად გავიცანით და შევეწყეთ ერთმანეს. შენც ესე დაიწყებ და 20-25 წლის მერე მშვენივრად ჩამოგი. არა, ჩამოგვიყალიბდა. ან რაგია რომ ანგარებით გავთხოვდე და უსიყვარულო და არ მიყვარდეს და მე დამენგრეს ოჯახი? ვაი მე შვილო, რა გავაკეთე? შენ გინდოდა ესეთი ცხოვრება. ისეთი საათი უსირცხვილოდ გატარებულ კლუბში, აი ეს სირცხვილი ჩამოგვირეცხე. მე არ გავთხოვდები, მორჩა. რატო თაკო ერთი მიზეზი მაინც მითხარი? ერთი მიზეზი ის რომ არ მინდა და მეორე რომ არ ვიცნობ. აი ხლა მე მომისმინე, ერთი მიზეზი ის რომ ჩვენ გვინდა და მეორე მიზეზი ჩვენც არ ვიცნობთ. ხო, მაგრამ მე რა? არა ან უცნობზე მათხოვებთ? ვინ არის უცნობია? უცნობი რა თქმა უნდა. აბა ვისაც შენ იცნობ, არავინ არ ვარგა. არც ერთი ბიჭი და რა ვიცი, არც ჩემი არც შენი. ცოტა დრო მომეცით მაგრამ. რა დრო თაკო გამაგებინე? შენი რეპუტაცია ყოველ საათში უფასურდება და გამფენიისას უკვე განულდება საერთოდ. ასე რომ დრო აღარ ითმე შვილო. და შენი იმიჯი აღარ არსებობს საერთოდ. მოკლედ გადაწყვეტილია ამ ბიჭს დაყვები ცოლა და თანდათან შეეჩვევი თაკო. რას ნიშნავს ახლა შევეჩვევი? აი რას ნიშნავს ამიხსენით? იცი რას ვიზავ ახლა დეიდა? რას? წავალ კლუბში იმ დაცვას მოვიყვან და შენ გაგათხოვებ. აი ესე ვიზავ მე. ნუ გადროც შეიძლება და გექნა, მაგრამ არა უშავს. შეგაშინა. და ერთი წუთი მამამ იცის? მამას ვეთყვი ყველაფერს. მამა არ არის სახლში. და სად არის? ღვინოზია წასული, შენი ქორწილისთვის გეგმავს რაღაცა. აუ ვერ არიან ესენი ხო, რა. შენ თვითონ ვერ ხარ. მე всё ამბის არ გავყვები. შანსი არ არის. ძალიან კარგადაც გაყვები ეს ბიჭი უკვე გადმოვიდა ჩვენთან სახლში, შესულია ოთახში, ამობარგებული აქვს კანსაცმელი კარადაში. დააწყო, ისე რა კარგად დააწყო. მოდი ამასთან უნდა დავწვე? და ერთი წუთი ეს ბიჭი თანახმაა? კი, თანახმაა. და როგორ დაითანხმეთ ეს? არაფერი ისეთი კაცო, ვაჭამეთ და გავათვეთ. რას ნიშნავს აჭამეთ და გაათმეთ? რას ნიშნავს? რას ნიშნავს და ეს არის? სად იყო? პირველ კურსელია და რაიონიდან არის ჩამოსული დედიკო და არც სახლი აქვს, არც საჭმელი და მაგრამ მომავალი აქვს გადასარევი. დიდი და კი, ნათელი, აი რომ ეთყობა უკვე რომ განათებულია. და რას უწუნებ მითხარი? აუ კარგით, თქვენ ვერ გადამიწყვეტთ მომავალს რა მორჩა. უკვე გადაწყვეტილია მე მგონი და გადაწყვეტილია და რას ვერ გადაგიწყვეტ? ვერ გადამიწყვეტ. თაკო, რატო ხარ უარზე? ჰა? მიაწექი. შეხედე როგორი ბიჭია ჯერ. როგორი? სიმპათიური, მაღალი, ახოვანი, წარმოსადეგი. სექსუალური. თამა რა იყო? არაფერი, კაცო. დაეში მიწაზე ცოტა. მომისმინე ერთი წუთით მე მგონი დროა გავიდეთ და ბავშვები მარტო და ვაი მე აუ, კაი რა, მარტო აუ, კარგით რა. ზედმეტი დედიკო. მიდი. თაკო. მამა შენი ღვინოზია წასული, ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოხდეს. აბა თქვენ იცით. კარგი ბიჭია მართლა. მეც მომეწონა რა დაგიმალო. აუ მე არ მინდა გათხოვება რა და შენ გინდა? შენ რა გონია რა, ეხლა მე რა ნავქნა, ეხლა რა უნდა გიშველო, მე მინდა? აუ გეპიცები გაგაპარებ, აქედან არავის არ ვეთყვი საერთოდ და წადი. შენ ეს რატომ მომყავს ცოლი? მეც მაგ კლუბში ხარ ვიყავი შეფთხოვით. და გაგაპარებ თქო გარეთ. რას გამაპარებ გარეთ დეჩებს და ბებიაჩებს და მამიდაჩებს აყააქვს შემორტყმული. აუ მოგა რა. მოსი. თაკო. გოგოების კლუბი გემშვიდობებად ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ სიახლეებს. დროებით.